კრიტიკული აზროვნება შეუძლებელია ცოდნის და ინფორმაციის ქონის გარეშე. რა უნდა გაანალიზო, რას უნდა შეხედო კრიტიკულად, თუ მოცემულობა არ გაქვს. დღეს დეზინფორმაციის ეპოქაში ეს კიდევ უფრო რთულდება. შეიძლება გაქვს ინფორმაცია პრინციპში, მაგრამ ის არასწორი იყოს და არასწორი ინფორმაციის ანალიზიც არასწორი იქნება. ამან დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა თანამედროვე სკოლები. თანამედროვე სკოლაში სწავლობს თაობა, რომელიც ეგრეთ წოდებულ უახლეს ტექნოლოგიებზე უფრო უახლესი და ახალგაზრდა თვითონ. არის ცნება უახლესი ტექნოლოგია, ცოტა კომუნიკურად ჟღერს იმისთვის, ვისთვისაც სინამდვილეში ეს ტექნოლოგია უკვე მოძველებულია. სრულად მისაღებია, რომ ისინი ვეღარ იგებენ ძველი კატეგორიებით აზროვნებას. ცუდია, რომ მათზე უფროსი თაობაც ვერ იგებს ახალი თაობის კატეგორიებით აზროვნებას. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით პედაგოგებს ვალდებულება გვაქვთ გავერკვეთ ამ კატეგორიებში. 21 საუკუნის უნარები უფრო მეტად ფოკუსირებულია პრინციპში ინფორმაციის გაგებაზე, იმიტომ რომ ინფორმაციას ვიპოვეთ. გაზიარებაზე ინფორმაციას და მის ჭკვიანურად გამოყენებაზე. სულ რაღაც 2 წლის წინ პერიოდამდე გამოწვევად რჩებოდა მაგალითად საძიებო სისტემების დახმარება. ინფორმაციის დამახსოვრება რა საჭიროა ამოვდით, როდესაც არსებობს მაგალითად Google-ის სისტემა. როდესაც საქართველოში მოსწავლეებს ამ სისტემას უკრძალავდნენ გარეჟრარზე, ბავშვები მაინც იყენებდნენ მას და მე მაშინ მათ ვეუბნებოდი მოსწავლეებს, მოდით ვიცრუებთ. მე არ აგიგრძალავთ ჯობს გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარია მიღებული ინფორმაცია გაანალიზოთ. ეს ამბავი არც თუ შორეულ წარსულში ხდებოდა. დღეს კი გამოწვევად სწორედ ანალიზი რჩება და ხელოვნური ინტელექტის დახმარება რჩება. ანალიზის უნარის სიმძიმე თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს დააწვა. თუ ადრე ინფორმაციას იპოვიდი, ახლა ანალიზს ხელოვნურ ინტელექტს გააკეთებინე. მოსწავლე მოგონიოთ რომ გაანალიზოს, კითხავს თუნდაც ეგრეთებულ ChatGPT-ს და წამებში მიიღებს ანალიზს. ანუ რაიმე მათემატიკურ ამოცანას ამოახსნებინებთ ხელოვნურ ინტელექტს, ოღონდ ის, რა თქმა უნდა, არ იქნება მოსწავლის. როგორც ადრე, ახლაც არ აქვს აკრძალვას აზრი და მე ამ გამოწვევას ლეგალურ სახეს ვაძლევ ისევ. სჯობს პედაგოგის რჩევითვე დაეხმაროს მოსწავლემ ხელოვნური ინტელექტი. პირიქით დავალებსაც ვაძლევ ხოლმე ამ მხრივ. მაგრამ აქ დგება თითქოს დილემა. თუ მეტასაზიებო სისტემა დამახსოვრების უნარზე მიიტანეს იერიში, ხელოვნურმა ინტელექტმა ანალიტიკურ უნარს შეუწია და მძიმე მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ. არ და ანალიტიკურ უნარების განვითარებას გთხოვენ. ანალიტიკური უნარების განვითარების პრობლემა შექმნილი არის უკვე მკვლევარები ამბობენ, რომ 21 საუკუნის სწავლისათვის პრინციპში 4 უნარია საჭირო და მას უნარები დღევანდელი დღისთვის ასე უწოდეს. და ესენი რა თქმა უნდა კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, აქედან პირველი ორი ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც შეიძლება მივიღოთ უკვე დღეისთვის, ამიტომ დარჩა 2. ღმერთმა უწყეს, როდის ჩანაცვლდება ესენიც, მაგრამ ამ გააზრებით უნდა ვიფიქროთ, რა დასჭირდება ჩემს მოსწავლეებს 5, 10, 20 და მეტი წლის შემდეგ. პედაგოგის საქმე ეს არის და მე რა გავაკეთო ამ მხრივ ამ უნარის მიცემაში და ესეც მისი საქმე. ჯერჯერობით ვერაფერი ცვლის კომუნიკაციის უნარს, პედაგოგის განვითარების მკვლევარები დაახლოებით ასეთ რამეს ამბობენ. თუმცა ამას ჩვენც ხვდებით. ბავშვი ლაპარაკს სწავლობს კომუნიკაციით, ამაში დიდ ენერგიას დებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ მეტყველება არის ინსტრუმენტი რეალობის სხვა მოდელებთან დასაკავშირებლად. რა თქმა უნდა, ისინი ამას სიტყვიერად არ ახდენენ ამის აზრებას, მაგრამ ამას ინტუიტურად ხვდებიან. მათ უნდათ იცოდნენ ის, რაც თქვენ იცით და მისეც რის გამოც მათ სურთ იცოდნენ ის, რაც თქვენ იცით, რაც ყველა მისის, არის ის, რომ ეს მათ უზარმაზარ ახალ ინსტრუმენტს აძლევს მათი მოდელის მშენებლობაში და სამყაროს გაცნობიერებაში. კომუნიკაცია ეს უნარი გვარწმუნებს, რომ ყველა ბავშვს არ სჭირდება ბორბლის ხელახლა გამოგონება, ეს თითოეულ ბავშვს აძლევს პოტენციალს მიიღონ ადამიანური ცოდნის მთელი სპექტრი. შეცდომებიც აქვთ და მე ყოველწლიურად ბავშვებს რომ ამის პრობლემა არ უნდა გქონეთ თქვენ და შეცდომებზე გვეღიმა კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ბავშვების მოსამზადებლად ეფექტური ზრდასრულობისთვის. უნდა უზრუნველყოთ ისეთი გარემო, რომლებშიც ბავშვებს მიეწევათ თავისუფალი თამაშის და კიდევ უფრო მოსდილებს თავისუფალი საუბრის უფლება, სადაც თითოეული მათგანი საზოგადოების სრული უფლებამოსილი მონაწილეა და ყველა უფლებით სარგებლობს. მხოლოდ ასეთი სკოლებია თავსებადი 21 საუკუნის რეალობის მოდელთან. ადამიანები, რომლებიც გამოვლენ ასეთი სკოლებიდან, ადაპტირებულნი იქნებიან
ცვლილებებისთვის თუ ცვლილებებთან.